აუღელვებლობა დავარქვათ სიმყარეს სულიერი სიმძიმის ცენტრი უფრო მყარია, არ არის ადვილად გამოყვანადი, არავის ადვილად სოდვაში ჩავარდნადი, ეს დიდი ფაქტორებია და თუ ჩავარდნადია, უცებ წამოდგომადია, ესეც პატარა ფაქტორი არ არის. სიმძიმის სულიერი ცენტრი უმალ თავისას მუშაობს და ისევ აღადგენს ადამიანს. მით უმეტეს დღეს ამ მძიმე დოვრად მიმდინარე აპოკალიფტურ დროში რო ვიტყოდით, სიმბოლურად რო ვთქვა და ფლად სიმბოლურადაც არა, ადამიანი ჩობლ მადლს იღებს და უფალს ეწოდება სხალობს და უფრო სწრაფად წამოაყენებს ხოლმე და უფრო სწრაფ შეწევნას უვლენს მას. ვიდრე იყო ეს ადრე, ესეც რომ შევადაროთ ასე ვთქვათ, დღეს გამძაფრებულია ვარ ბრძოლები გამძაფრებული, მაგრამ მადლის და წყალდობას და შეწევნაც ესეც გაორმაგებულია და მრჩოვლია. მრჩოვლი არ ნიშნავს რას, გაორმაგებული. უფრო მეტის, მრავალჯერად მეტი, ესე ვთქვათ. ამიტომ გარდა იმისა, რომ კურნავს და გვამშვიდობს, კიდევ შემოაქვს სიბრძნე. სიბრძნე რა არის? განწმენდელ გონებას და განწმენდელ გულში ღვთისნება ხო ჩანს? ამ ღროულ ჭურჭელში და ამ ღროულ სარკმელში რამეს დაინახავ? აი განწმენდელ გულსა და გონებაში ღვთისნება რა არის? შენ თუ ღვთისნება არ დაინახე ადამიანმა და ღვთისნება არ გამოარჩია ამდენ დღევანდელ ინფორმაციულ მაგიასა თუ ეზოთერულ მაგიასა თუ მისტიკურ ასე ვთქვათ სხვადასხვა მასწავლ მოძღვრებებსა თუ სხვადასხვა ტიპის სოციალურ თუ არასოციალურ ელექტრონულ თუ ელექტრომაგნიტურ თუ რაღაც ინფორმაციულ და ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის ხაფანგებსა და ჩიხებში და ჭებში, რომლებშიც უამრავი ადამიანი ბადეებში ებმება. ახ თუ შენ ღვთისნებაც არ იცი და შენი ჯვარი რა არის არ იცი და შენი იდეა არ აქვს, იდეა, უიდეო ადამიანი, უხტუნო ადამიანი და ქრისტესგან მისი გულისა და გონებისგან მიუმართავი ადამიანი, აბა შეძლებს იფუნქციონირებს, ფუნქციონირებს კარგად ვერ შეძლებს. თუ არა გაქვს, გაგიჭირდება ამიტომ ყველაფერი ეს ემსახურება, რომ ღვთისნება გამოარჩიო და მისდიო მას. ეს პატარა ფაქტორიც არის, რომ გაარჩიო მარჯვენა და მარცხენა, სიკეთე და ბოროტება, სული და სინაზე, ნაზი და სულიერი უხეში და მატერიალურისაგან. თუმცა ის მატერიალურიც უნდა ეკურთხოს, მატერიალური კი აქვს ძულს, მატერიასაც ვაკურთხებთ და არა ძულს, როგორც სხვა რელიგიებში ზოგში ხალხ ჩამოთვლილ. ამიტომ მატერია ნაკურთხია, ქრისტემ 4-ვე სტიქია აკურთხა, ხო მეტაფიზიკური სტიქიები, იცით ეს სტიქიები, 4 სტიქი. აკურთხა ყველა, როდის აკურთხა, როგორ ესეც დიდი თემაა. იცით სახარებაში ყველაფერი. და ყველაფერი ჩვენ სული კი არ უნდა გავამატერიალუროთ სიმბოლურად ვთქვათ, მატერიასაც ვაკურთხებთ. ჩვენი სხეულიც როგორც ინსტრუმენტი, როგორც საშუალება, როგორც განხთობილი ისიც უნდა განიღმთობს და გახსოვთ ვინათა ნაწილების თაყვანისცემა, რადგან ის განხთობილი სხეულის ნაწილებიც კი სასალთმოქმედი და არაჩვეულებრივი ძალების მატარებელია და მაკურნებელია და ასე შემდეგ. ვინათა ნაწილები, არათუ მათი სულები და მათი სხეულის ნაწილებიც კი უკვე საოცარ თვისებებს ატარებს, ესეც იცით. ამიტომ აი ამ თვისებებს კიდევ სხვა უამრავი მოქმედება, უამრავი ქმედება აქვს ზიარების საგუნდოს დროს და როცა შემოდის და რა თქმა უნდა ასევე უმორჩილებს ადამიანს ყველა ბოროტ ძალას. უმორჩილებს იმეგებით, რომ აი ეს უხილავი ბრძოლა ნეგატივი რაც არის, ეს ყველაფერი გადის. როცა ადამიანი აზიარება და განწმენდილია და განხთობის მადლი შემოდის მასში, ეს ღვთაებრივი ენერგია შემოდის. იგი ვთქვათ ცეცხლში არის გახვეული, უხილავ მისი სულიერი ატმოსფერო, ესე რომ ვთქვათ, რომ უძახიან დღეს აურაცუც აქციას, რაც და კულტურს იყო, თუ თავისთავად ეს თქვა არაფერში არ არის. ყველაფერი შეიძლება ესე ფერით წითელი მათ აქციას იდეოლოგიურ ფერად და სხვადასხვა სიმბოლოები. სიმბოლოებმა და ფერებმა არაფერი არ დააშავა და სიტყვებმა. როგორ გამოიყენებ ამაშია საქმე, რა ინსტრუმენტად გამოიყენებ ამას. სულიერი ატმოსფერო, ყველა ადამიანს თავის სულიერი ატმოსფეროა, ხო გზნობ, უახლოვდება ადამიანი რომ შემოდის კონტაქტში, რომ გზნობ ამას. ურა ნივთი ხო არ ხარ, გზნობ, ნივთი გზნობს, მე მგონი რაღაცას არა თუ არა, ხო გზნობ ამას. ამიტომ ესეთი გასწრებს და ცეცხლში ხვევს სულიერ რაღაცნაირად ცეცხლის ბურუში, თითქოს ცეცხლის ატმოსფეროში ხვევს ესა და სულ სხვანაირი ძალის მატარებელი ხდება ესეთი ადამიანი. ასე შემდეგ, კიდევ უამრავი რამ შეიძლება ითქვას აქ, მაგრამ თავარი ის რომ შეიძლება მოვინანიოთ, შევინანოთ, მე შეგეძლო მოსანანილებელი მასალა არა გვაქვს, ძალიან ბევრი გამოსასწორებელი შეცდომები არ გვაქვს. კარგი თქვი რა გავაკეთეთ თორე ცუდისა და შეცდომების მეტი რა მაგრამ არა უშავს. წინ უნდა ვიაროთ. მცირედ არ უნდა ნახტომები.
ჯერ კენჭები გადაადგილებ, თებს დაანებებ, თებს მერე ის გადაადგილებს, ვინც საჭირო, გადააადგილებს, სულ საჭირო იქ. ჯერ შენ გზაზე კენჭები ამოყარე და გადაადგილე, მეც გიშლის სიარულს და გაბორძიკებს. ცირად წინ წავიდეთ, ცირად. და აი ცოტა რაღაცა გამოვსწორდით. რომ ნელ-ნელა მერე შეხედავ, რომ ჯამში უკვე აი რამდენი რამე გაკეთებულა. ცოტა ჯობია რიტმული, ცოტა ლოცვა, ხშირი ლოცვა, ცოტა ლოცვები პატარ-პატარა და ხშირად, ვიდრე მიასხდე და ერთბაშად მოდი ამ სიტყვისთვის და გაითიშო ერთ-ერთი ისა წაშლილი წაიშალო, ახლა ვითომ რაღაცა წაიქცევთ, აქცევაზე ვენესუელოსებს და მეერე დიდი პაუზა. ესე არა. ცოტა და ხშირი, რიტმული, სულ ღმერთში უნდა იყოს, მაგრამ ეს დიდი თემაა ახლა. ასე რომ აი ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი და უამრავი რამ გვაქვს გამოსასწორებელი და უნდა გამოვასწოროთ ჩვენ გარდა ჩვენს გარეშე ამას ვერავინ სხვა ვერ გამოასწორებს ჩვენ ვართ ჩვენი გადარჩენაში მთავარი მოქმედი გმირი შეიძლება გაუსწრებლად რაღაც თავისთავად მოხდეს თავისთავად უკეთესი გახდა თავისთავად უკეთესი არ გახდება ენტროპია მოქმედებს თავისთავად ჩაიდანი არ გაცხელდება უკვე ფიზიკო-მათემატიკურ შედარებულ ვიხმაროთ ხო ენტროპია ანუ რა არის ენტროპია ის გაიგივება ქაოსისაკენ მიდრეკება ანუ გარემოსთან გაიგივება ხდება. აი ეს თავისთავად თუ ცეცხლზე არ დადგე, არ გაცხელდება. ამიტომ თუ შენ მადლი არ მიიღე, ის თავისთავად არ განიხუთო. თავისთავად არაფერი გამოდის. თავისთავად გამოდის სხვა რაღაცები, რაც კიდევ დიდი თემაა. მაგასაც მე სხვა დრო შეიძლება ვისაუბროთ. ამიტომ გლოცავთ და მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს, სიყვარულისა და მამისა და ზიარების ქრისტეს ვინც եղავს ჩვენ, იყოს თქვენ ყოველთვის თანა. ამინ. მიყვარხარ გლოცავთ. ამინ.